არტიკელს ვერ პოულობ. თავს აუდიტორიას არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიპოვე თავისუფალი აუდიტორია და ახლა მაქვს დარჩენილი 20 წუთი და ამ 20 წუთის განმავლობაში მოვანტონებ. ის ადამიანისთვის შეუცნობადი და შესაბამისად არარელევანტურია. კანს იმაჩი, თუ რაღაც ეხმარება ჩვენი ნაციის გამარჯვებას, მაშინ ეს რაღაც კარგია. პიტერ კროპოტკი. კორესპონდენცია და კომუნიკაციის ნიშანი საგანიჩი და კონსტრუქცია. კორესპონდენცია და კომუნიკაცია. აპრევა დიზაინერთა აუდიტორია, რომელიც წლის ფიქსაცია. რაც ზუსტად თავისუფალ მოხს სიშვი. გავავედი გამოცდიდან და მინდა რომ გავეზიარო, რასაც ვგრძნობ. ბოლო გამოცდა ავწერე საგამოცდაში. არ დამთავრებია ჯერ საბაკალავრო მაქვს დარჩენილი, როგორც წესი გესვენებათ, ინტერნეტ მაქვს. მაგრამ უშუალოდ უნივერსიტეტში და საგამოცდოში რაც დაწერა, ეს იყო ბოლო. და 40 წუთში დავასრულე წერა. და რო შევინახე ფაილი, ცოტა ხანი ვიჯექი და ცდილობდი რომ ეს ბოლო ყოფნა შემეგრძნო. ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ გამახსენდა პირველი გამოცდა საგამოცდაში. მაშინ იყო კოვიდი და საგამოცდას ნაცვლად ბიბლიოთეკაში გვიტარდებოდა, უბრალოდ კოვიდის გამო არ იყო, კოვიდს დაემთხვა, საგამოცდას არ ემონტებდნენ თუ რაღაც და ამიტომ ბიბლიოთეკაში ტარდებოდა გამოცდები და მახსოვს რომ რაღაცა ვერ გავაკეთე, ვერ ჩავრთე. მგონი პირველი გამოცდა იყო ციფრული რაღაცის პროგრამირებას გავდა ძალიან ელემენტარული პროგრამირება იყო, არ მახსოვს. ციფრული რაღაც წესი, მოკლედ ხა და დახმარება ვითხოვე, რომ ვერ გავაკეთე რაღაც და ძალიან მიყვირა საგამოცდას ქალმა. ბოლომ ველის გარეშე ჩაიარა. ეგ სასიამოვნო იყო ფრიად. მაგრამ ძალიან ემოციურია, რომ მორჩა რა. გამოცდა აღარ მექნება და უნივერსიტეტი მორჩი. ძალიან mixed feelings მაქვს უნივერსიტეტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ 4 წელიწადში ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, კარგიც და ცუდიც. და მგონია რომ ეს უნივერსიტეტის პერიოდი იყო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გასაყარი და დასასრული დასაწყისი რაღაცების რა. ძალიან ცნობილი კურსია თავს, ძალიან ახალ წავიდა და ეს მოსასვლელი რო აღარ ვარ რა. საბაკალავროს დაცვა შეიძლება ონლაინ მქონდეს, ნუ რომც არ მქონდეს რაღაცა ერთი ისეთი მოსვლა და всё. ანუ რაღაცა ლექციაზე მოსვლა, გამოცდის დაწერად მოსვლა, ეგრე რო აღარ მომიწევ. ძალიან ცნობილია, შეიძლება გეგმებს რომ ძალიან მომეტებ, მაგრამ არ მომეტებ. ეგრე ვგრძნობ. არ მინდა წასვლა და საგამოცდიდან გამოსვლაც არ მინდოდა. სამედივარ. როგორც იტყვიან, კი არა და როგორც ძალიან ბევრი ძველბერძნული მითი გვასწავლის, უკან მოხედვა არ შეიძლება, მაგრამ მე მოვიხედა.
ზოგადად მიყვარს რაღაცების გადრამატულება. იმიტომ რომ you need to make life imitate art. ვერც ჩემო, ანუ ამჯერა რომ ეს დღე დადგა. აი ამჯერა. აუ აქეთ არ მივიწყამს. არ და აქეთ მაქვს რა. ამიტომ რომ ვაპარაკე. ეს არის ანდრია, ეს არის ქეთი და ეს არის გიორგი. ახლა ვართ გამოსული სტამბაში. და ვერ ვარჩევ რა დავლიო, იმიტომ რომ კოქტეილი ღირს უძვირესი და ანუ ალკოჰოლი არ აქვს. მე მგონია რომ ანუ უბრალოდ უკვე აგერჩია კოქტეილის. ანუ ეს ადამიანი ყოველთვის მაბურინგებს. მე რა ვაპირებთ რა წავიდეთ ბილიარდის სათამაშოდ, მაგრამ ალბათ არ გამოვა. იმიტომ რომ ჩვენი ერთი მეგობარი უნდა გამოვიდეს. გამოვა მეგობრებო, დარწმუნებთ რომ გამოვა 100% დარწმუნებულია. წვიმა დაიწყო, ყო ჩვენ არ გვაწევს. ჩვენ არ გვაწევს მეგობრებო. ეს მე მგონია. არა, უკვე დამეწონა. მე დამეწონა. გადაიღე. მარტო გააჩერეთ მოვედით, რომ დაწუნდა გარე. და ძალიან ხერხოვანში ვარ და რაღაც უცნაურა მაგას კამებსა. ნამდვილად. კაი ხა ვიყავით ბილიარდის სათამაშოდ და პირველად სადა ქეთინ თამაში და მოიგო პირველი ხელი და ძალიან კარგად ითამაშა. მე ნამალავს აუ. ძალიან კარგად თამაშობ. ანუ ვიდეოში ვიდეოში რა. კარგად იყავი, მაგრამ საფერე გიყავი.